მინდა გიორგი ბოტკოველს, ჩვენს ბოტკოს დაუჭირო მხარი თელავის მაჟორიტარ კანდიდატად პარლამენტში გასასვლელად. თელავი და თელავის ოლქი, რომელშიც შედის ასევე ყვარელი, ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე საქართველოს ცენტრია. თელავი არ არის უბრალოდ რეგიონალური ცენტრი. ის არის უმნიშვნელოვანესი ქართული ქალაქი, რომელსაც არ მხოლოდ დიდი ისტორია აქვს და სახელოვანი წარსული. რაც თავარია, ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი მომავალი. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თელავი ბოლომდე ფეხზე დადგეს. დაუყოვნებლივ უნდა აღვადგინოთ ის პროექტი, რომელიც მე დავიწყე 2012 წელს და შემდეგ ეგრევე გააჩერეს, თელავში პირდაპირ თბილისი-თელავის შემაერთებელი გვირაბის შენებლობა, რომელიც გაჭრეს გომბორს და ბევრად უფრო ჩქარა ჩაიყვას თბილისელებს თელავში და თელაველებს თბილისში. ეს თითქმის ორჯერ შეამცირებს გზას, აგვაცილებს ამ სერპანტინის უმეტეს ნაწილს, თუმცა ამაზეც ბევრი დრო დავხარით, რომ ეს გავუკეთებია და პრაქტიკულად თელავის მნიშვნელობას ერთიორად გასცდის. მეორე რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ ტურისტული ობიექტები დავამთავროთ. თელავის ის ტურისტია. უკვე 3 წლის დამთავრებული უნდა იყოს. უკვე ხელმეორეცნიან რედისონის პროექტს. რამდენჯერ უნდა გავხსნათ, ხო? 8 ხო, უნდა დავამთავროთ უკვე, ხო? პროექტსნიან და უნდა დამთავრებული იყო. რაც შეეხება ღვინოს. ალბათ ბევრმა არ იცის, მაგრამ ღვინის ემბარგო მოხსნილი იქნა არა ივანიშვილის თავრობის მიერ, არამედ იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ ამერიკელების და შვეიცარიელების დახმარებით რუსებთან 2012 წლის დასაწყისში. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოხსნა რუსეთმა ემბარგო, იმიტომ რომ მაშინ ავაღებიათ ვალდებულება სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შესვლის სანაცვლოდ, რომ ჩვენ ღვინოს და მინერალურ წყლებს შევუშვებდეთ თავის ბაზარზე. მაგრამ რუსეთის გარდა ბევრად მეტი ბაზრები უპოვეთ ჩვენი ღვინისთვის. მე თვითონ იცით, რომ შევიძინა ვენახი სპეციალურად გავუკეთებია თელ სოფლიოში ქართული ღვინისთვის რეკლამა და რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც ამ მიმართულებით გვაქვს მიღწევები, ეს რა თქმა უნდა ჩვენ ჩაუყარეთ ამას საფუძველი. და რა თქმა უნდა გვაქვს პრობლემები, რომელსაც ასევე ჩვენ გადავწყვიტოთ ბევრად უფრო ჩქარად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს დიდი მომავალი ერთად. მე ძალიან მინდა რომ გიორგი ბოტკოველს ჩვენ ყველამ ერთად დაუჭიროთ ხარი. იმიტომ რომ ის არ არის რაღაცა გასტროლიური. ის არის ერთ-ერთი თქვენთაგანი. ის არის თქვენიანი და ჩემიანი. ის არის საქართველოს პატრიოტი და კახეთის მოამაგე. მე ვაქვს თქვენი იმედი და თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი.